გადაცემა სუბიექტური აზრი, რომელსაც წარმოგიდგენ ჩალვა რამიშვილი, მე დიენა ტრაპაიძე და ჩვენი თანაწამყვანი რამა საყვარელიძე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ერთმანეთის მივიდივართ ნათელი მომავლისკენ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ დღეს ალბათ უბრალიანია დავიწყოთ ლაპარაკი იმით თუ რა მოხდება ამერიკის კონგრესში. ამერიკის კონგრესი ჩვენსკენ არის, კრემლმა უკან დაეხია ამერიკის კონგრესის ზეწოლით. ეს უტრირებ, რა თქმა უნდა. თვალთმასე ვერ ვიტყოდი, ვინაიდან ეს ინფორმაცია გამოქვეყნდა Eurasian.org-ში, სადაც ავტორი ჯოშუა კუცერაც წერს, რომ შესაძლოა ეს არის იმ ლობისტური კომპანია, ლობისტური საქმიანობის დამსახურება, რომელიც ივანიშვილმა წამოიწყო, ვინაიდან სწორედ ერთ-ერთმა PR მოდით აუცილებლად ვიტყვი, ერთ-ერთმა PR კომპანიამ მომაწოდა და მე სწორედ ეს აქტიო საუბარია კონგრესში ერთ-ერთმა დემოკრატმა კონგრესმენმა შეიტანა აქტი, სადაც აქტი 2012, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ თუ საქართველო არ ჩაატარებს დემოკრატიულად და სამართლიანად არჩევნებს და ამის შესახებ სახელმწიფო მდივანი ამას არ დაადასტურებს თავის განცხადებით, მოდით შევწყვიტოთ საქართველოს ყველანაირი ფინანსური დახმარება. გუშინ თქვენ საუბრობდით, რომ შესაძლოა ეს დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განცხადება იმის თაობაზე, რომ სწორედ ამ აქტში 13 ჯერ არის მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი. თუ ეს დაუშვათ არ არის მართალი, ყოველ შემთხვევაში Eurasian.net არ არის ჭორების გამართლებელი ორგანიზაცია, ანუ კვამლი უცეცხლოდ არ არის. ანუ რაღაც ნამდვილად საუბარია, რომ კონგრესმენმა მაგდერმოტმა შეიტანა კონგრესში ეს აქტი. და ქვესათაური აქვს ესეთი, რომ ბიძინა ივანიშვილის ფული მუშაობას იწყებს, ანუ ინვესტიციები, რომელიც ჩაიდო ლობისტურ კომპანიებში, იწყებს მუშაობას. ეს გარდაუვალი იყო ალბათ, ხო? იმიტომ რომ შეუძლებელია ასეთი დიდი გავლენის მქონე კაცმა ბოლოს და ბოლოს ეს PR მანქანა, რომელსაც სააკაშვილს ჰქონდა დაქოქილი, უკან არ გადმოქოქოს. ხო, ყოველთვის შეიძლება მანქანა თუ არსებობს, ყოველთვის შეიძლება მოეძებნოს ამ მანქანას როგორც ერთი, ისე მეორე მძღოლი, ხო? ლობისტური მანქანა არსებობს და მრავალი მანქანა არსებობს და თუ ერთში სააკაშვილი ჩასდა, მეორეში ჩასდება ივანიშვილი თუ აქ ამის უნდა. და უბრალოდ რომელიც დახარჯავს, მაგალითად შეიძლება ორივე მძღოლი იჯდეს თუ სასწაულოა ის მანქანა. ეს მანქანა არა, ველოსიპედი რო არის, ორი უცნაური ისინი აქვს. თქვია უნაგირები. ხო და შესაბამისად მე ვთვლი რომ ყინული მართლაც დაიძრა ამ ხრივ, რა თქმა უნდა ჩვენ არ უნდა გქონდეს მონოდინები, რომ აი ამერიკელი კონგრესმენი ან სენატორი რაღაცა სიტყვის და სააკაშვილს თქვა ეს რომ გუდიანი კაცი არ წამიყვანსო, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ამას აქვს ორგვარი დატვირთვა. პირველი ჩვენში არის გარდაქმნებისაც გსურს, ჩვენში ხდება იმის აღქმა რომ 2008 წელი უკვე გარდაქმნებისაც გსურს, ხო? შენ არ გინდა გარდაქმნები? ადრე ხო 2003-მდე რეფორმატორები ერქვა გახდა. გარდაქმნა, რადიკალური გარდაქმნა. კინოში აქვს ესეთი სიმღერა, მოძრაობისთვის არაფორმალები ერქვა. კინო იყო ეგეთი ჯგუფი, ცოი, და მაგარი სიმღერა იყო, მისჯომ პირიმენ, დაახლოებით ესეთი სიტუაცია. და ჩვენში არის ეს განცდა, რომ 2008 წლის სამარცხვინო დღეები, როდესაც ბუშმა მოულოცა ქართულ სააკაშვილს არჩევნებში გამარჯვება არ გამეორდება და მეორე რაც ძალიან სიამოვნებს მიშანერიულობს ძალიან, იმიტომ რომ შეიძლება არ იმჩნევს, მაგრამ ხანდახან წამოსდება რამდენი მილიარდიც არ უნდა დახარჯო, რამდენი პრავდაში არ უნდა დაბეჭდო სტატიები, მაინც მანამდე არ აკითხეთ გვერდები გახსოვს შევანაძე რომ ამბობდა დაახლოებით იგივე გადატრიალდით თქვენ საწოლშია რო იყო ეგ ტერმინი, მაგრამ ერთი რამე არის ახლა ამ ლობისტების ტერმინის იქეთ ხშირად ჩერდება ანალიზი და ამ დროს ლობისტები ვერ გაიტანენ ისეთ პროექტს, რაც არ უნდა დაავალოს დამკვეთმა, რომლის ნიადაგი მომზადებული არ არის. რამდენი ხანია ლობისტები ყავს სააკაშვილს და როდის მიაღწია ობამასთან ხელის შემორთმევამდე? 2 წელი, მეტი. რატო? იმიტომ რომ პოლიტიკურად არ იყო მომზადებული. როცა ლობიზმი და პოლიტიკა ერთმანეთს ემთხვევა, იქ უკვე ობამა როცა გახდა პრეზიდენტი, თავად წინააღმდეგი იყო ზოგადად ამ ლობისტური საქმიანობის და ეგ იმის ბუნებრივი მოვლენაა, რომ ახალი თვისი კარგად გვის უნდა და გაეკეთებინა, მაგრამ შეიძლება ამ სტატიაში Eurasian.net-ში, რაზეც ჩვენ საუბრობდით, საინტერესო ესეთი ფინალია, რომ როგორც ჩანსოდა საქართველოს არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია კაპიტოლიუმის ბორცვზეც გაიმართებაო, ანუ არა მხოლოდ კაპიტოლიუმის ჩაერთვება საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიას.
კომპანიას. კაპიტული დიდი ხანია ჩართული. თვითონ ვერ ხვდებიან თუ. ბატონამას მე მინდა ისევ დაუბრუნდეთ NDI-ის კვლევებს. ამერიკა დიდი ხანია ჩართულია, მაშინ განმაზოგადოთ და NDI-ს ეხება ეს უკვე. ძალიან ბევრი შეკითხვა დაგროვდა პირველ რიგში პროცედურებთან დაკავშირებით და ალბათ ყველანი დავეთანხმებით, რომ ზოგადად პროცედურები არის რაღაც დაბნეულობის და შფოთის შემტანი საზოგადოებაში. ასევე გასარკვევია 47% ვიცით, რომ მართლ პარტიას უჭერს ხარს 10 ქართულ ოცნებას, 3 ქრისტიან დემოკრატებს. დანარჩენი შევაჯამეს და გამოვიდა 60. 60 სად არის 40%? არის საინტერესო. არა, ნუ იქ 1% დავუშვათ მივცეთ ახლებს და 0.5 მიადედი. არავის არ აქვს 1%. შალვა არა, ხო, იქ ძალიან დაბალია. მე ესე ვთქვათ, ჩემი წყაროებითაც გადავამოწმე. ათესავებმაც არ მისცეს. ხოლო შალვა ნათელაშვილი იკითხება 1%-ით რომელიღაც კითხვარში და მეტი არ აქვს. დანარჩენები ძალიან ეს მაგრამ ვაჩუქოთ ხვათ 5% დაუშვათ პარტიების ფაქტებში კიდევ 35% რო რჩება სად არის პასუხი არ ვიცი არ ვიცით სად არიან ეს ადამიანები. არა, რაღაცა პასუხი ხო უნდა იყოს. უარი თქვა პასუხზე. ხო, არ ვიცი. მე ხო ვიცი და რა. შესაძლოა ეს არის, მაგრამ ეს არ ყოფილა ეს ვთქვით პრეზენტაცია ამ კვლევების. ჩვენ ვიცით ესე ვთქვათ ნაგლეჯ ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია. მაგიტო იძლევიან ნაგლეჯს, მაგრამ 100%-დან 35, ანუ 1/13-ზე ოდნავ მეტიც კი. თუ თავს არიდებს პასუხს, ესე იგი პროცედურაში რაღაცა არის არასანდო. ანუ გარბის ესე იგი რესპონდენტი შეგვიძლია. მოდი კიდევ მე ვფიქრობ რომ ოჯახებში პირისპირი გამოკითხვა ეს თავად ოჯახებია, იქ მთელი პროცედურები გჭირდება რომ დაარწმუნო რომ შენ არ ხარ ვიღაცის კაცი. ხო. და ეთყობა ამათმა პირიქით ეცადნენ რომ დაერწმუნებინათ რომ უშიშროები არიან. უშიშროების ხალხია. იმიტომ რომ აი ეს შედეგი 35% შიშის შედეგია. უკაცრავად კიდე თუ კი ეს არის შიშის შედეგი, მაშინ არც ეს სხვა შედეგები არ არის. სხვა შეკითხვა მაქვს. აი ესეთი ძალიან უწესო მახინჯური ფორმა წარდგენისა რეიტინგების რა არის? იმიტომ რომ ხო ყველასაც ცხადია, მე ნავაროსაც ვკითხე იმ პრესკონფერენციაზე, რომ მეორე მესამე დღეს ვითომ დახურული პრეზენტაციიდან პრესაში იპარება ინფორმაცია და აი ესე ფრაგმენტულად ნაგლეჯ და რაღაც აი თავად სხვათა შორის მხოლოდ იმაზე აკეთებენ, აი ესე ვთქვათ, უხეშ გადაცდომაზე ან ციფრის შეცვლაზე აკეთებენ განცხადებას, მაგალითად დღეს კურიერში დილის გადაცემაში ყოფილა 87%-ად მოხსენიებული. ეტყობა ლოგიკურად დაამგვალეს და 100% მიიღეს 10, 87 და 3 და NDI-ის საგანგებო განცხადებაც გავრცელდა ამასთან დაკავშირებით. არასწორი ინფორმაციაა. ეხლა მან კიდევ რამოდენიმე ცოდვა არის. მაგალითად ეს რაც განცამ ნაფლეთში ძნელია რა ლაპარაკი. ფლიანი სურათის შექმნა ხო? ეკითხებიან პრეზიდენტად ვინ გინდა? რატო ეკითხებიან პრეზიდენტად ვინ გინდა? ჯერ ერთი. მე რომელი პრეზიდენტი, რომელი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი, დღევანდელი თუ მომავალი? ნაციონალური მოძრაობის ჯერ არ არსებული, არ დასახლებული კანდიდატი უგებს ბიზნესს. ნიშნავს რომ იქითა პრეზიდენტი. მაშინ რატო ეკითხები პრეზიდენტს და არ ეკითხები პრემიერ-მინისტრს? თუ ეკითხები პრემიერ-მინისტრს და არ აქვეყნებ, ესე იგი დამიმალეს შედეგი. 80% 35 სად არის ეს უნდა ვკითხოთ. არა, ეს ყველა არის დაუშვათ არ ვიცი, არ გიპასუხებდა. ბატონო, ძალიან საინტერესო არის ლუის ნავარომ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ პოლიტიკური სივრცე შეცვალა. თუ ამ კვლევით მას აქვს 10%, ეს არის დაახლოებით ქრისტიან დემოკრატებს მაგალითად წინა კვლევაში ჰქონდათ 10. ანუ ეს 10% არ არის ის პროცენტი, რომელიც პოლიტიკური სივრცის შემცვლელ გავლენა შეუძლია მოახდინოს რაიმე მნიშვნელოვანი. მაგრამ ამ 10%-ს დაუშვათ ამ ეს 40 თუ მალავს, იმიტომ რომ ივანიშვილთან უნდა წასვლა. აქედან დავამატოთ რაღაცა 47-ს ვინც იძლევა, იქნებ იმიტომ იძლევა რომ შეეშინდა შემოსული ხალხის და ამიტომ მისცა რომ სააკაშვილს ვაძლევ ხმას. ისე რომ ეს სურათი რეალურად როგორია? კაცმა არის ეს, მათ შორის არც ნავარო, მაგრამ ნავაროს არც აინტერესებს როგორც. სხვათა შორის ვალერიან გორგილაძე იყო ჩვენი სტუმარი, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიხსენდა, თქვა რომ გიგი უგულავას ხმა მივეციო ეგზიტ პოლების შედეგად 4%-ით მეტი დაფიქსირდა ვიდრე რეალურ არჩევნებში, ანუ გამოვიდნენ და ეგზიტ პოლების წარმომადგენელი, ვინც ატარებდა თქო ამ კითხვას, უთხრეს რომ გიგი უგულავას მივეცით ხმა და აღმოჩნდა რომ არჩევნებში 4%-ით ნაკლები ყოფილა. ერთი რაღაც ნიუანსი დავიწყე არ არის გულის საიდუმლოებების ამოკითხვა. ნიუანსია ერთი ძალიან საინტერესო. 70% ამ გამოკვლევებით მომხრია იმისა, რომ ივანიშვილს
აუგუდგეს 10% უჭერს ხარს. ანუ ნუგზარ ციკლაურის ლოგიკა. ნუგზარ ციკლაურის ლოგიკა. დემოკრატიული რას არა, რას ვერჩი ნუგზარ ციკლაურს, როდესაც მომოს თქვა რომ კაცო შემოყვანო. მოდი აბა აქ დაგამარცხო და მართლები ყოფილან ესე. ზუსტად მეც დღეს მთელი დღე ამ ვარჩევდით ამ ამბავს და თუ შენ არ წუხარ იმ თემაზე რომ აი რატომ წაართვეს მოქალაქეობა, უნდა დაუბრუნოთ, რა კარგი იქნება რომ ივანიშვილს მოქალაქეობა დაუბრუნოთ, არ წუხარ, უბრალოდ გინდა რომ დაუბრუნოთ. რატო გინდა ესე იგი? ესე იგი გინდა იმიტომ რომ მოვიდეს პოლიტიკაში, პირადად იყაროს კენჭი და დაამარცხო, ხო? და ასეთი არის 60%. და ასეთია 60%. ხადაშორის დავით არჩიაშვილი საუბრობდა გადაცემა არგუმენტებში კვლევებზე და შედეგებზე და თინა ხიდაშელი ეკითხებოდა რომელ კვლევებზე და შედეგებზე და მე პირადად ჩემი სუბიექტური აზრია დამჩაშტაბეჭდილება რომ შესაძლოა ხელისუფლებისთვის თქვათ არა მხოლოდ იმ დღეს ყოფილიყო ეს შედეგები ცნობილი და თქვათ გარკვეული ინფორმაცია მათ ჰქონდათ წინასწარ ამის შესახებ. მე მინდა კიდევ ერთი საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდოთ. მე თავად თქვათ გადავამოწმე რამდენიმე პოლიტიკოსთან და იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც მიიღეს ეს ინფორმაციები და საინტერესო სპეციალურად სუბიექტური აზრის მაყურებლისთვის საქმიანობის შეფასება. როგორ აფასებთ მის საქმიანობას? უფრო დადებითად თუ უფრო უარყოფითად? ამ კითხვაზე ვანო მერაბიშვილის პოზიტიური რეიტინგი უსწრებს მიხეილ სააკაშვილის პოზიტიურ რეიტინგს. ანუ ეს არის თქვათ ყველაზე ახალი ამ კვლევებში, რომელიც არ გაუსაჯაროებია არც ერთ არხს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას. ეს ვანო მერაბიშვილისთვის ჩემი აზრით პირველ რიგში. იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები გავიხსენოთ რომ ვანო მერაბიშვილი კარგი მენეჯერია და შეიძლება მას ალაპარაკი ახლა მისი რეიტინგი სადაოა და კიდევ ერთი მესამე რამე მოხდება კიდევ ერთი არის ნაციონალური მოძრაობის ლიდერების რეიტინგი და ესე გამოიყურება მიხეილ სააკაშვილია პირველ ადგილზე ვანო მერაბიშვილი მეორეზე გიგი უგულავა მესამეზე მოყვება დავით ბაქრაძე და მოყვება ნიკა გილაური პოკერი არ არის აი ამ ხუთეულში არ ფიგურირებს არა მოკერია მე მახსოვს იყო ზიზღის რეიტინგი და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა უარყოფით დამოკიდებულება ჰქონდა ძალიან ბევრ ამომრჩეველს მოქალაქეს იგი მაგალითად ხოდა რომ საინტერესო რითი აიხსნება ეს მე მახსენდება სხვათაშორის უკრაინულ მედიასთან მიცემული ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ რომელსაც მაღალ რეიტინგზე კითხეს მისზე არა პარტიის და თქვა რომ ეს ცუდიაო გაიცინა იმიტომ რომ მაღალ რეიტინგების დაწევა გვიწევს შემდეგ არც თუ სასიამოვნოა ესო ესეთი იხუმრა აი ვანო მერაბიშვილის რეიტინგი მაგალითად სხვათაშორის ის პარლამენტში მიდის ვთქვათ საინტერესო ნაბიჯია ხომ არ ემთხვევა ეს ყველაფერი ერთმანეთს და რამე პროცესის მე მაგალითად ფიქრობ რომ ეს არ არის ყველაფერი შემთხვევა ვანო მერაბიშვილს არ ამგონია რომ შეეძლოს კონდეს იმის ენერგია ან გამბედაობა რომ მიშასგან დამოუკიდებელი თამაში აწარმოს მე მახსოვს შესაძლოა არა დამოუკიდებელი მე მახსოვს ვანო მერაბიშვილი როგორ იყო როგორ ურთიერთობდა მიშასთან ეს ადეიშვილი მერაბიშვილი უგულავა მე ვერც წარმომიდგენია რომ მათ შეუძლიათ გადაუხვიონ პარტიის და ბელადის გზას რაიმე რეალობას არ ვამბობ ვერსიად ვამბობ რა მორჩილი ვანო მერაბიშვილის სახეს აკეთებ ხო გენიალური რამეა ასეთი მორჩილი ადამიანი გვერდით მეძვეძები პოდეის გვერდით ხო გაჩნია სცენარი როგორ გაიწერება თორე შეიძლება საჭირო აღმოჩნდეს სწორედ ასეთი ფიგურა პოლიტიკურ პრემიერის სკამი შეუნახოს რომელიღაც 2013 წელს სასმელად ესე რომ ჯერ არ ვიცით რა სცენარით მუშაობს ხელისუფლება მაგრამ გამოვრიცხავ მე ანოსა და მიშას ადეშუსა და მიშას შორის დაპირისპირებას ხო ეგ სხვა არის პირიქით ჰარმონიულად შეიძლება აღმოჩნდეს. ვანო მერაბიშვილი დამოუკიდებლად არ არის პოლიტიკური ფიგურა. რომ მიუშვა ისეთ რაღაცებს ილაპარაკებს, რაც არ არის პირველი პირის სათქმელი. არა, რომ მიუშვა უკენ ალაპარაკები აქვს, როცა ლაპარაკის ეხლა შენთან ლაპარაკობს მარტო დარდუნებაში ბანანში თორე როგორ გაჩვენებულია ახლა საინტერესოა NDI-ის ეს რეიტინგები ხომ არ გადაიქცევა ვთქვათ NDI-ის დობის რეიტინგებად საზოგადოებაში ვინაიდან სოციალურ ქსელში მაგალითად გაჩნდა ესეთი წარწერა რომ ლუის ნავარო გამოაცხადოთ პერსონა ნონ გრატად და ჩვენ გვახსოვს არ ვიცი ეს არ იყო შეიძლება ისე გაჟღერებული მაგრამ მე ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია ეგვიპტიდან მაგალითად საერთოდ გაძევებაზე იყო NDI-ის და აირაის საუბარი აი ახალი
არაბული გაზაფხულის შემდეგაც არ უშვებდნენ სახლებში NDI-ის და AIRA-ის თანამშრომლებს და მაშინ ვიქტორია ნულანდმაც გააკეთა ოფიციალურმა ვაშინგტონმა განცხადება და იმ დახმარების არსებობა დასვა კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელთაც ამერიკის შეერთებული შტატები სამხედრო დახმარებას უწევს ეგვიპტეს. ანუ ასეთ სკანდალი ყოფილა ვთქვათ ეგვიპტესთან მიმართებაში. გაუგებარი არის, როდესაც ამერიკული ადმინისტრაციის კურსი აშკარად უკვე სხვა ელემენტებს მოიცავს. ეგ ამასთან გამოქვეყნებული მასალები, დღევანდელი ეს ამბავი და ამ დროს ამერიკის წარმომადგენლობა მიერეკება დაახლოებით 10 წლის წინანდელი სტრატეგიით თავის საქმეს. არა, ჟუქურა რო იყოს სააკაშვილი იმროინდელი დაახლოებით. ეს ინერციის ბრალიც არის, შეიძლება არა მხოლოდ ინერცია, არამედ ნავაროში და NDI-ში არ არის პრობლემა საზოგადოებაში და იმ შიში რომელსაც საუბრობთ. ესეც არის, ანუ შეიძლება. არა, ჩვენ საზოგადოებას არ ვჩვევი, ახლა სიმართლე გითხრათ, ნავაროში იცით რა მაპატირო იცით რა პრობლემაა. ნავარო რეალურად გამოდის, რომ ანტიამერიკულ საქმეს აკეთებს. ანტიქართულს უკვე აღარ უყურებთ. იმიტომ რომ ამერიკას უკეთებს ის სულ საქმეს საქართველოში. თავი რო დავანებოთ იმას, რომ რეალურად მისი ეს ნაბიჯები არ ეთანხმება თვითონ ამერიკის ნაბიჯებს. და ამერიკის წარმომადგენლობა როდის თუ დაფიქსდება იმაზე, რომ ამერიკული ქვეყნის პოლიტიკის რეიტინგი უნდა დაიცვა იმ ქვეყანაში. გამაინტერესებს NDI-მ რო ესე გააკეთოს, რომ მისცეს ეს კვლევები, ოღონდ კაცრად გააფრთხილოს, რომ ნებისმიერი კვლევის გამოქვეყნება არის აკრძალული და რომც გამოქვეყნეს მედიაში. თქვას, რომ ნებისმიერ გამოქვეყნებულ მონაცემზე ჩვენ ვიტყვით, რომ ეს არის ტყუილი, ნებისმიერზე. მაშინ არც გამოაქვეყნებენ და ეგ იქნება. ანუ მე ნავაროს რა შეკითხვას დაუსვის აქტუალურია. ნუ თუ ვერ ხვდება ამ ხალხ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომ არის პოლიტიკური პიარის იარაღი. წლების მანძილზე არის პოლიტიკური პიარის იარაღი მიხეილ სააკაშვილის. ხო არ გეტყვის მაგრამ. ხო, მაგრამ იცით როგორ არის? ერთხელ რო გახდები ასეთი იარაღი ნებაყოფლობით ორჯერ, სამჯერ, უკვე შენ არა მარტო შენ სახელს აფუჭებ, არამედ გიპასუხა მაგკეთ. ხო ნახეთ არა, აბდაუბდა. არ პასუხი, უკვე ხო პასუხია. კი, რა თქმა უნდა. მოდით, კიდევ ერთი ახალი ამბავი დღეს რეზო საყევარიშვილმა გამართა ბრიფინგი. ის არის ქართული Forbes-ის მთავარი რედაქტორი, რომელიც ცენზურის გამო წავიდა ჟურნალიდან და ეს ნამდვილად საინტერესოა ძალიან. საუბარი იყო დღეს ასევე გავრცელდა ის ინტერვიუ ივანიშვილთან, რომელიც გამოუქვეყნებელი ინტერვიუ, რომელიც უნდა დაბეჭდილიყო. მისი არგუმენტი იყო, რომ მას შემდეგ რაც ვთქვათ ამერიკაში გამომავალ ჟურნალში იყო პირველ გვერდზე ივანიშვილი და იყო წერილი მის შესახებ და ინტერვიუ მასთან, ქართული Forbes-იც უნდა გამოხმაურებოდა, რაზეც დამფუძნებლების თან იყო პრობლემა. ეს ვთქვათ დამფუძნებლად გელა ბეჟუაშვილია დასახელებული ამ ჟურნალის უკან დგას და მე გამიჩნდა ესეთი აზრი, ეს ვთქვათ სახელმწიფო ცენზურას უკავშირდება თუ შესაძლოა გელა ბეჟუაშვილის პრობლემას, რომ აი ამ ინტერვიუს დაბეჭდით, მესაკუთრის პრობლემა, რომ მას არ შექმნოდა პრობლემა, ვთქვათ დამატებით პრობლემა ხელისუფლებას. ან ხელისუფლებას არ ჩაეთვალა, რომ ბეჟუაშვილი ამით რაღაც ივანიშვილის ქართულ Forbes-იც ნახავდნენ ივანიშვილის სურათს გარეკანზე და მე იმდენს რომ წაიკითხავდნენ, რა თქმა უნდა მიშა აღელდებოდა. ვიცით რომ ეს ცოტა ხნის წინ ლაპარაკობთ ამაზე, რომ სწყის. მაგრამ ეს ყველაფერი სწყის ძალიან. ხო და ეს ყველაფერი ის რომ Forbes-ის ფრენჩაიზის მარკის ქვეშ გამომსვლელი ქართული გამოცემა აი ეს გამოცემაში ეგეთი რაღაც ხდება, ანუ მიდის რედაქტორი, ეს ძალიან ცუდი რამეა, იმიტომ რომ ეს ხო Forbes-ი ეს არ არის ჟურნალი დილა დიდი ბოდიში თუ აუგად მოვიხსენე. მე ძალიან მომწონდა ჟურნალი დილა. და შესაბამისად, მთელი დასავლური გამოცემები, ვინც აქ ფიქრობს რომ შემოვიდეს, ან კორესპონდენტები, ისინი გაიგებენ ამას, თუ არ იციან უკვე და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. სულ რო ვიძახით რომ მოვიზიდოთ, დაფრთხობა არის ხო ფაქტობრივად. ანუ აი ბიზნესმენები Newsweek-ის შემოსვლა თუ იყო განზრახული არ ვიცი რამდენი. თავისთავად ბიზნესმენების, რომლებიც კურსში არიან Forbes-ი ფაქტობრივად ბიზნესმენების ეს არის მედია. რითი უნდა მოიზიდო? რატო გამოვიდა? ძალიან ბიზნეს ინტერვიუა, მე წავიკითხე ეს ინტერვიუ და ერთი ციტატა დამამახსოვრდა, იქ მას თქვა ძალიან კონკრეტული საკითხებია ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებით და მის ხელში არსებულ აქტივებთან დაკავშირებით და ერთი ციტატა, რაც უფრო ხალხური იყო, მე დამამახსოვრდა, როგორც ზედმეტი წონა არ ვარგა, ისე ზედმეტი ფული არ ვარგა. დიდი სიამოვნებით უყობდა ამ ფულს, ავიჭირე. უყობდა ამ ფულს ბიძინა ივანიშვილი. ეს ციტატაა.
ძალიან დიდი სიამოვნებით უყოფდა ქართულ ხალხს ამფულს ბიძინა ივანიშვილი, როცა ეწეოდა ყველმოქმედებას. და ეხლა სხვათა შორის ეს წაიკითხა ეთქობა სააკაშვილმა და ზრუნავს იმაზე, რომ ბევრი ფული არ ქონდეს ბიძინა ივანიშვილს და ნათია მოგელაძის ხელით, აი ამ ჭარბფულიანობას აღარ ჩანს ნათია მოგელაძე. ხო, სად არის, სად დაიკარგა. და ეს კონტროლის პალატის ბოლო აქტივობებთან დაკავშირებითაც ლევან ბეჟაშვილი იყო მედიის ყურადღების ცენტრში და დაყენებული ნაციონალებს. მოიცა ვერ გავაქრეთ ხალი, ესე იგი? ძალიან დიდი ვთქვით ნეგატივი იყო მის მიმართ როგორც ის მხრიდან. ერთ გადაცემას იმედია რომელიმე ტელევიზია სახელს არ ვახსენებ მიუძღვნის უარყოფილ ფიგურებს, ხო? ანუ ეკრანიდან გაშვებულ ფიგურებს. ასეთი ბევრია ნაციონალურ მოძრაობაში. და ეგრევე იძრებიან რეაქციას. მათ აქვთ უნარი საზოგადოებისთვის მიუღებელი ფიგურების დაასვენონ. გულია ჩრდილში გადაყავთ. ძალიან სწორია. მაია ნადირაძე ბოკერია თავად ძალიან ბევრი, ხო? ისე რომ სწორი სტრატეგია ეგ ნიშნავს რომ ყოველთვის უყურებს იმას რომელ პერსონაჟზე რა რეაქცია. და დარბევები გრძელდება ფენზე გახდები და დაკითხვები. მე მგონი შეცდა. მე მგონი უკვე რაც მოახერხეს რა ნადავლის ეს 2-3 მილიონი მოახერხეს. ხო, ცოტა ფული შემოიტანა და ეხლა შპიგელმა დაბეჭდა შპიგელის ონლაინ გამოცემამ ინტერვიუ ივანიშვილთან სათაურთან დაკავშირებით. მე მაქვს პრეტენზია მაგალითად მე ვარ უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ამ ქვეყანაში ასეთ სათაური აქვს. ჩინო კონტექსტი იყო სხვა. ო, გაჩნია რა იგულისხმება. იცი მე რა მგონია რომ ერთის მხრივ ხომ ძალიან ბევრი ფული ტვირთიც არის, მაგრამ ივანიშვილის რესურსები მის თავისუფლების ხარისხს გარკვეულწილად უზრუნველყოფს. თუმცა აღმოჩნდა რომ თლად ესეც არ არის, იმიტომ რომ თავისუფლება თვითონაც ტვირთია. თავისუფლება ეს ინტერვიუ რომელიც ახლა პლაზმაზე შეგვიძლია ვნახოთ, მე თავისუფლება მიყვარს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში სერიოზული ზეწოლის ქვეშ ვექცეოდი, მე უნდა ამერჩია, ან ქვეყანა დამეტოვებინან შეტევაზე უნდა გადავსულიყავი სააკაშვილმა პარტიები ერთი მეორეს მიყოლებით იყიდა, ეს ფსევდოოპოზიციური პარტიებია, მე უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ვარ, ამ ქვეყანაში მე მაქვს ფული და ჩემი ყველაზე მთავარი კაპიტალი ხალხის ნდობა. სააკაშვილი ამერიკელებს თვალში ნაცარს აყრის, სააკაშვილმა პრეცედენტი უნდა შექმნას ხელისუფლების გადაცემა არჩევნების და არა რევოლუციის გზით. და ასევე იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყო შეურაცხყოფილი დავრჩი, მან იმ შეხვედრაზე მიმიწვია, რომელსაც ფსევდოოპოზიციის წევრები ესწრებოდნენ. ცხადი იყო, რომ მაგ შემადგენლობაში არ მივიდა, ხო? არ მივიდა ამბობენ. მაგრამ რაზე გამეღიმა ახლა რომ დაუბრუნდეთ NDA-ის გამოკვლევას. გიაკავთ შემდეგ ხუხაშვილი და ის უფრო დეტალურად გაანალიზებს იმის ჩავლებული ელემენტია. ეკითხება NDA იყო, მაშინ რა ის ქონდა, ზუსტად მასეთი ეკითხვა. მთელ აი ამ სპექტრს, რომ ვინ არის ოპოზიციაში ლიდერი. როცა ეკითხები ვინ არის ოპოზიციაში ლიდერი და ეკითხები ოპოზიციის მომხრეებსაც და ხელისუფლების მომხრეებსაც. ბუნებრივია ხელისუფლების მომხრეები დაასახელებენ სუსტ ფიგურას, ხო? თავისთვის სასარგებლო ფიგურას. ეხლა მთელ საქართველოს თარგამაძის რეიტინგს, ასეთ დადებით რეიტინგს ამით. უცბად თარგამაძის რეიტინგი. ანუ ეს შეთქმულება უფრო ძლიერი კანდიდატის წინააღმდეგ? ხო. თარგამაძის რეიტინგი, კდმ-ის რეიტინგი არის ჩემთვის გასაოცარი პირდაპირ. აგერ გუშინ იყავდა ჯავახიშვილი, სტატისტიკური და ზუსტად მიმიც ეხლა წავიდე ავიღო ფანარი ხო იცი რომ დიოგონი რა დადიოდა ქალაქში ფანრით და ადამიანს რო ეძებდა უნდა წავიდე ეხლა იმ გარეუბანში და მოვძებნო ის კალი. საშუალო სტატისტიკური ამორჩეველი კდმ-ში რა. მაგრამ მეორეს მხრივ ერთი რამე არის ყველა გამოკვლევებში რომელი პოზიციიდან არ უნდა იყოს გამოკვლევა ჩატარებული და გამიკვირდა კიდეც რომ აქ ისევ იგივე ციფრი დაახლოებით 3-4% 4-5-ის აი ამ ინტერვალში ქრისტიან დემოკრატებს ნამდვილად აქვთ. ჩვენ ვეძებთ 35%-ს ისე სათავეში რომ დაბრუნდეთ ჩვენი გადაცემის თავში რომ დაბრუნდეთ ვეძებთ 35%. სად არის ჩვენი 35%? 35 შენეძებ იმ კითხვაზე და არის კითხვები სადაც მთელი 50%-ია და ბოლოს სანამ ამ ბლოგს დავამთავრებდით მე მინდა ეს თქვა საგარეო პოლიტიკასაც შევეხო მედვედევის და ობამას გადალაპარაკება გახდა დღეს პრესისთვის აქტუალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე იყო საუბარი
ესე იგი ობამა ამატებს რომ ეს ჩემი ბოლო არჩევნების შემდეგ მეტი მოქნილობა მექნება საკითხის გადაწყვეტისთვის, რაზეც მედვედევი პასუხობს, რომ დიახ ამ ინფორმაციას გადავცემ ვლადიმერს და რესპუბლიკელები უკვე სთხოვენ ობამას დააკონკრეტოს რა იგულისხმა მეციურსეში მოქნილობის. ხადია ეს იყო რომ მე ახლა არ მინდა არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, მე შენ ანტისარაკეტო რა დანადგარებთან დაკავშირებით დათმობას და ვერ წამოვალ, მე ვიტყვი რომ უნდა განვათავსო, მაგრამ მე რო ამირჩევენ და ბოლო არჩევნებია ჩემი, მე მოვილაპარაკებთ რა. ანუ ეს ცოტა პარალელი რომ გავაკეთოთ ჩვენს ურთიერთობებზე რუსეთთან და ზოგადად ეს თქვათ საგარეო ურთიერთობების კონტექსტში ბატონ რამაზ. არა, ნუ მეორე არჩევნების შემდეგ ყველა პრეზიდენტი უფრო თავისუფალია, რა თქმა უნდა და ობამას ტექსტში ეგ ჟღერს, მაგრამ რეალურად გასაშიფრი არის ხა იმათ მოკიდეს ენაზე დამაბიო იმერელმა რო იცის ეგრე და აბეს ენაზე, თორე გამორიცხული არ არის რომ ეს კარგი საბაბია ობამასთვის იმუარისტვის რასაც იტყვის და შემდეგ რას უპასუხებს კიდე პუტინს ეგ სხვა საკითხია პუტინის მიმართ ობამას დამოკიდებულება ძალიან გია ხუხაშვილი იქნება ჩვენ განაცემის მეორე ნაწილის სტუმარი ძალიან დიდი მადლობა ბატონო გახვალ ტელეფონით და შეხვდებით დარწმუნებულად დიდი მადლობა ეთერშია სუბიექტური აზრი ჩვენი გადაცემის სტუმარია გია ხუხაშვილი ბატონ გია ბევრი ვიწვალეთ როგორ წარგვედგინეთ არ ვიცით თქვათ რა გიწოდოთ სპეციალისტი ეს თქვათ პოლიტიკაში მყოფი სპეციალისტი ანუ პოლიტიკასთან დაახლოებული შეგიძლიათ მესამე ცენტრის დამფუძნებელი მიწოდება შექმნის მსურველი მსურველი რატო გეცვა გაიხუმრე რომ ადუშას პარტიის მაძიება პარტიის წევრობის მაძიება მაგ პარტიაში შესვლა ძალიან ძვირიჯდება მე ამდენი საშუალება არ მაქვს ეხლა ბევრს კი ლაპარაკობენ რომ ეხლა ძალიან დიდარი ვარ მაგრამ სინამდვილეში ამდენი ნამდვილად არ მაქვს მაგ პარტიაში ისევ ნაცებში ჯობია ხო ახალი ოფისიც აქვს ჩუშის ნაცებში შედარებით უფრო ადვილია. იქ ის მწვერვალებია, იქ ვერ შევწყვდები. გია, NDI-ის კვლევებზე მინდა ერთი ორი სიტყვა თქვა, იმიტომ რომ ვიცით რომ იაგო კატოლიჩკას ჩაატარა კვლევები და ჩვენ რაღაცნაირად მე თქვენმა ინსტიტუტმა დაუკვეთა, როცა მუშაობდით თქვენ ამ ინსტიტუტში. რა შეგიძლია გითხრა ზოგადად და კონკრეტულად? როდესაც ის კვლევები ჩატარდა, დაახლოებით პარალელურად მიდიოდა, ჩვენ ამის შემდეგ, გამომდინარე იქიდან რომ ვიცოდით რა პრობლემატურია თვითონ IRA-ის და NDI-ის კვლევები, რა ხდებოდა წლების განმავლობაში, როდესაც ფაქტიურად გამარჯვების გაფორმება ხდებოდა ამ სოციოლოგიური დაბომბვის ფონზე და პრინციპში დაახლოებით წარმოგვედგინა რა პრობლემები იყო, ხო? ჩვენ შევეცადეთ მაშინ სანამ მე ამ ინსტიტუტში მოღვაწეობდი, ახლა მე აღარა ვარ იქ მოგეხსენებათ, პოლიტიკოსი გავხდი. ხო და სპეციალისტი. ხო და შევეცადეთ რაღაცნაირად თამაშის წესები დაგვემკვიდრებინა ამ ბაზარზე, ხო? რახან დაუშვათ ქონდა ესეთი მცდელობა. ამ სისუსტეებზე მიუთითეთ და შევთავაზეთ რომ მთლიანად ახლა რო არ მოხდეს ამ დარგის როგორც მეცნიერების, როგორც საკმაოდ მნიშვნელოვანი მიმართულების დისკრედიტაცია, რაღაც თამაშის წესები, ერთიანი თამაშის წესები შეგვენარჩუნებინა, ჩაგვეტარებინა პარალელური კვლევები ან ერთმანეთისთვის მიგვეცა ურთიერთ მონიტორინგის საშუალება შერჩევით გადაგვემოწმებინა, რაც უდავოდ გაზრდიდა ნდობას ზოგადად სოციოლოგიის მიმართ და ჩვენთან უთხარით რომ ეს ძალიან სენსიტიური თემაა საქართველოში, მოგეხსენებათ რომ სოციოლოგიური კვლევა იმდენად რეალური სიტუაციის ვითარების გარკვევის ინსტრუმენტი კი არ არის საქართველოში, არამედ შექმნის, ანუ ვირტუალური რეალობის შექმნის პირდაპირ ინსტრუმენტია, ხო? და ძალიან არაკეთილსინდისიერად, რბილად რო ვთქვათ, გამოიყენება საქართველოში. ეხლა, აქ აგრეთვე რბილად რო გითხრათ, დიდ ურთიერთგაგებას ჩვენ ვერ მივახციეთ, ჩვენ მიმართეთ ორივე ინსტიტუტს, NDI-სთან შეხვედრაც ჰქონდა. არ იყო მათგან კატეგორიული უარი ამ ყველაფერზე, მაგრამ დღეს მივიღეთ ის რაც მივიღეთ, ხო, რაც არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი, თუმცა მე მინდა მათ მიულოცო, რომ დღეს
ფაქტიურად თავის თავსაც კი გადააჭარბეს. ანუ აბსოლუტურად არარეალური ციფრები დაწერეს, რასაც ხა ანუ უნდობლობას უცხადებთ ამ კვლევას. აბსოლუტურად მე ხა პოლიტიკოსი ვარ. თუ ადრე ვფრთხილობდი და რასაც ვფიქრობდი, იმას მაინც ბოლომდე არ ვამბობდი, არის ესეთი ექსპერტული чисто плюсტვა, როგორც რუსები იტყვიან, ხო, რომ ნუ დაწმუნებულიც რო იყო, თუ დოკუმენტები არ გიჭირავს ხოლმე, არ უნდა თქვა, პოლიტიკოს აქვს ამის ფუფუნება, რომ თავისი ეჭვები, მოსაზრებები, თავისი შინაგანი ერწმენა გამოთქვას ხმამაღლა. მე ვიტყოდი, რომ ილუსტრაცია მოხდა ამ ორგანიზაციის მთლიანად და მე ხა გამიჩნდა კითხვები არა მათ მიმართ, არამედ ესე რომ ვთქვათ head office-ის მიმართ. NDI-ის head office-ის მიმართ, თუ რა არის ეს რა ხდება, ხო? ვინ არის ნავარო? რას აკეთებს, ხო? ტოტალური შიშის ქვეყანაში რა მეთოდოლოგიით ატარებს კვლევას? ამ მეთოდოლოგიაზე არაფერს არ ამბობს, არაფერს არ ადასტურებს, პასუხისგებლობას არაფერზე არ იღებს და ესე ჟურნალს რაღაც აბსოლუტურად ეკლექტური, გაუგებარი, ურთიერთწინააღმდეგობრივი ინფორმაცია, ხო? იქ დობის რეიტინგის ნაცვლად გვიწერენ უბრალოდ რეიტინგებია და ამ შემდეგ. ანუ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მივმართოთ უკვე შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ძალიან სერიოზულად, რომ ეს ინსტიტუტები, ეს ორი ინსტიტუტი შეიძლება გახდეს სამოქალაქო დაპირისპირების პირდაპირი დეტონატორი. ამ ინსტიტუტების წასვლას მოითხოვთ ქვეყნიდან? არა, მე არ მოვითხოვ მათ წასვლას. ან სოციოლოგიური კვლევები უნდა დახურონ ეს თემა პოლიტიკური კვლევები. ან თამაშის წესები დამკვიდრდება ამ ბაზარზე ისეთი, რომ საზოგადოებას მიეცემა საშუალება, რომ დაუსვას მათ კითხვები. მეთოდოლოგიაზე, ველზე და არაფერი უნდა გამოვიდნენ ისინი. უნდა თქვა უნდა გააკეთონ. არაფერი, სხვა შორის იაგო კაჭკაჭიშვილმა როდესაც ჩაატარა ეს კვლევა, მან გამოიტანა მონაცემები, აიღო პასუხისგებლობა თავის თავზე და ძალიან ბევრ კითხვას გასცა პასუხი, არ ვიცი თქვენ ესწრებოდით თუ არა მისი. ნავარო ამას აკეთებს ესე, რომ პოლიტიკურ კვლევებზე აბსოლუტურად არ იღებს არანაირ პასუხისგებლობას. ის არ წარსულს ეს პოლიტიკური პარტიები დახდება ცნობილი. დიდი ბოდიში ის რო არა, აი ამაშია ზუსტად პრობლემა, ის არასაჯაროებს, არც პასუხისგებლობას იღებს, ანუ ჩვენ გვაქვს რაღაცა პროდუქტი, რომლის წარმოებაზე პასუხისგებელი არავინ არ არის. და სხვა ჩერს ეს პროდუქტი ხდება მაინც პირდაპირ ეთერში. ხო, რა თქმა უნდა, მაინც პირდაპირ ეთერში მოქმედებს, დაუდასტურებს, მაინც მოქმედებს, ანუ პროპაგანდისტული ამოცანა შესრულებულია და ნავარო ახდენს აი ამ სიტუაციის დეტონაციას და ეხა ნუ იტყვის რომ ის იმდენად მიამიტი ადამიანი რომ არ ესმის რამხელა რისკებს იწვევს ამით ქვეყანაში. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ დადგა მომენტი, როდესაც ჩვენ პირდაპირ ამერიკელებს ანუ მათ დამფუძნებლებს ხელისუფლებას უნდა მივმართოთ, იმიტომ რომ ძალიან სახიფათო ვითარებას ქმნიან. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ აი ამ ყველაფრით დეტონაცია ძალიან სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირება. 10% ბიზინა ივანიშვილს ეს არის არარეალური წილი. ხო, აი 20 რო დაეწერა, ჭკუარო ქონოდათ, ხო, კიდე რაღაცას იტყოდი, მაგრამ ეხა აქ არის რამდენიმე ფაქტორი. დაეწერეთ, ანუ სადღაც ზიან და წერენ, ეს არ არის რეალური კვლევის შედეგი. შესაძლოა მოდით ვისაუბროთ, ძალიან ბევრ საუბრობთ, საზოგადოებაა დაშინებული, ველი არის დაზიანებული და ასე ტექნიკურ რაღაცას გეტყვით, ხო? ტოტალური შიშის ქვეყანაში ვცხოვრობთ, განსაკუთრებით რეგიონებში. ძალიან მარტივად შეიძლება ამის გაფუჭება. ძალიან მარტივად შეიძლება, მეცაც გეტყვით, რომ აი შეიძლება ინტერვიუერი არც იყოს ესე რომ ვთქვათ საქმის კურსში, ხო? მაგრამ წინასწარ არის გასული ინფორმაცია, რომ ამ ადამიანს სოფელში მიდის ინტერვიუერი. გამოგიტყველი. საკმარისია რამდენიმე საათ ადრე გამგებლის მიერ ესე რომ ვთქვათ ჭორის დაყრა რომ მოდიდან ეხა ხელისუფლებიდან თქვენ გადასამოწმებლად, აბა რა ხარ და იმად რამე არ შეგეშალოთ, ხო? ანუ ეს არის ყველაზე რბილი მეთოდი. იაგოს მეთოდოლოგია, ვითი განსხვავდება. რატო იაგოს მეთოდოლოგია იყო ძალიან კარგად გააზრებული და სხვა შორის ამ პრეზენტაციაზე იყო ამას საუბარი. ჯერ ერთი ის რომ ინტერვიუერმა წინასწარ არის, ანუ კონფიდენციალობა ბოლო მომენტამდე არის დაცული აბსოლუტურად. კვლევის და გარდა ამისა თვითონ კვლევაში ჩადებულია გარკვეული სიცრუის დეტექტორი. ანუ იქ არის ტესტ კითხვები და თუ არ დააკმაყოფილა რაღაც სადღაც მაინც ხო, ძალიან მარტივად რო გითხრათ, ხო, აი დაუშვათ ესე ტესტ კითხვა, თუმცა ერთი კითხვა არ არის საკმარისი და აქ მე არ მინდა დამაჯერებლობაზე ვილაპარაკო ამ კონკრეტულ, მაგრამ მაგალითის მაინც მოგიყვანთ, როდესაც ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ მონაცემებში იყო რომ ბიზინა ივანიშვილის მოქალაქეობის დაბრუნებას მხარს უჭერს 70% და მისი რეიტინგი არის 10%, ხო?
ვიღაცამ შეიძლება ამაში ლოგიკა დაინახოს, მაგრამ ეს არის ციკლაურმა დაინახა. ეს არის ტესტი, ხო? ხო, არა, ციკლაურმა რო დაინახა, გასაგებია, მაგრამ თუ ეს არ ეშინიათ, მისცენ მოქალაქეობა ეგ 5-მდე, ხო? მისცენ მოქალაქეობა და ნახოთ. როგორ ფიქრობთ? 10%-ს მიიღებს. რა პროგნოზ გააკეთა? რას? მოქალაქეობასთან დაკავშირებით. Ну, რა ის პროგნოზირება, ერთი კაცი იღებს გადაწყვეტილებას. ისეთი კაცი გადაწყვეტილების მიღების მომენტში 5% დილას როგორ ხასიათზე რა ფაზაში იქნება მე არ ვიცი. აქ არის აქ მე გამიჭირდება პრინციპში კარგი სულა ხელისუფლებას ამ სიტუაციაში არ აქვს. მე რატო არ მივყვები ლოგიკას და რატომ არ მინდა აქ ესე რომ ვთქვათ რაღაც პროგნოზები გავაკეთო. ზუსტად იმიტომ რომ ორივე ცუდია ხელისუფლების. არც ერთი არ არის. რომელი უფრო ცუდია? დატოვოს ივანიშვილი პოლიტიკის მიღმა და ხელოვნურად გააძევოს. ეს არის ეგრეთ წოდებული ცუქცვანგი სიტუაცია, როდესაც ორივე სულა არის წამგებიანი. ეხლა რომელი უფრო მეტად და რომელი უფრო ნაკლებად, აქ უკვე ამას მნიშვნელობა არ აქვს. ორივე ცუდია, ორივე შემთხვევაში არსებობს, რა თქმა უნდა, კონკრეტული გეგმა, რომლითაც ამ ინსტრუმენტს, ესე რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი, ჩემი აზრით, თუ ის გამოიყენებს ძალიან ეფექტურად, ხო, ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში. ასე რომ გააკეთოს ხელისუფლებამ თავის არჩევანი და მე მოусმინოს ოპონენტს რა რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე. ბატონ გია, აირაის კვლევებით, რომელიც ჩატარდა 2011 წლის დეკემბერში, ეს იყო ძალიან ახლოს თქვენს მიერ დაკვეთილ კვლევებთან, თქვენი ინსტიტუტის მიერ დაკვეთილ კვლევებთან, ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა 27%. აირაის მიმართაც არის იგივე უნდობლობა. ხომ არ ფიქრობთ, ანუ არ უშვებთ, რომ ეს 10% შესაძლოა რაღაც ტიპის კოალიციის სტრატეგიის მის მოქმედებას უკავშირდება და ასე შემდეგ, ანუ უნდობლობის ველში მყოფი ორივე ორგანიზაციის კვლევა რამდენიმე თვის დისტანციით 17%-ით არის აცდენილი ერთმანეთს. იყო 27%, ხო, ეხლა და არც ეხლა 10, ეხლა ნებისმიერ სოციოლოგს შეგიძლიათ კითხოთ. არ ყოფილა არც ერთი ობიექტური ფაქტორი მთელ ამ პერიოდში, შეიძლება შემცირებული ხო. ობიექტური ფაქტორი არ ყოფილა, ანუ ქმედება არ იყო იმდენი, ან შეცდომა უნდა ყოფილიყო დაშვებული. გასაგებია, რომ გარკვეული სკეპტიციზმი შესაძლოა რაღაც სეგმენტში გაიზარდა, თუმცა ქმედება არ ყოფილა, რასაც შეეძლო გამოეწვია რაღაც ძალიან დიდი რყევა, ხო? 2-3%-ის ფარგლებში შესაძლებელია ეს სკეპტიციზმი გაძლიერებული იყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არც მაშინ იყო 27 და ბევრად მეტი იყო, იმ პარალელური კვლევებიდან ჩანდა 12%, 5%-ით მეტი აჩვენა გაჭეჭის. ეს 32%-იც იმის გათვალისწინებით, რომ ტესტ კითხვებით გამოვლენილი ტყუილები არ იყო ასახული. არ იყო ის რო ასახულიყო კიდევ უფრო მაღალი იქნება. ის რო ასახულიყო კიდევ უფრო მოდით დაზიანებული ველი, შიშის ფაქტორი, ამას ემატება თქო ინფორმაცია, ხელმისაწვდომობა, გავლენა რაც აქვს ხელისუფლებას. ანუ ეს მთელი ეს მეთოდოლოგია არის აბსოლუტურად გაუგებარი. მე ნავარო ხო არ ატარებს როლს, ხო მოდით ესე ვთქვათ, იქ მუშაობს ორგანიზაცია, მაშინ უნდა ვნახოთ ვინ არის ეს ორგანიზაცია, გვარები და სახელები და ძალიან ბევრ საინტერესოს აღმოაჩენს სხვა ტიპის. ხო, ხაჭერს ყოველთვის იყო ამაზე საუბარი, რომ მე შევედი დღეს ვთქვათ დამფუძნებლების სიაც ვნახე და ეს უკვე ჟურნალისტებმა უნდა ნახოთ, იქ არის პირდაპირ სხვათაშორის ერთ-ერთი შალა გიანოდი აცხადებდა, რომ NDI-ის კვლევების მიმართ უნდობლობა არის შტატების მიმართ უნდობლობა. ანუ თქვენ აქცენტს აკეთებთ იმ ორგანიზაციაზე, რომელიც სავალის სამუშაოებს ატარებს. მე NDI-სთან იგივე ესეთი კითხვა, NDI-ის კვლევებს ვინ აფინანსებს? შვედეთის მთავრობა. შვედეთის მთავრობა, რატო? ხო არ გისდებათ ეს? ხო, მე ვკითხე შვედეთის მთავრობას და პასუხი არ არის. ხო. კალსონი შვედეთის მთავრობა ამერიკული სტრუქტურა არა აქვს, თვითონ დააფინანსონ. და NDI-ისგან და AIRA-ისგან, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობამ შექმნა გარკვეული ბრენდები, გაიკეთა კრიშა თავისი აი ამ ესე რომ ვთქვათ, პროპაგანდისტული სოციოლოგიით ვაჭრობამ. ანუ ვიღაც ადამიანი, არა, მედბრაიზას ვარიანტი ეს ვერ იქნება, იმიტომ რომ მედბრაიზა ასახავდა ამერიკული პოლიტიკის ესე რომ ვთქვათ CEO-ს, ხო, მეტნაკლებად, იმიტომ რომ ის იჯდა იმ ვერტიკალში. ნავარო რამდენად ზის რაღაც ვერტიკალში, მე გამიჭირდება. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, ოღონდ თუნდაც აკონტროლებს ამერიკის ხელისუფლებას. ის მე რატომ მაქვს head office-თან NDI-ის კითხვები, ხო? მე მაინტერესებს ის იღებს პასუხისმგებლობას ამაზე, head office-ი ნავაროსი თუ ეს რაღაც ავტონომიაა და შეპესია საქართველოს შექმნილი. ეს არის ცენტრალური კითხვაა, მე მგონი, იმიტომ რომ ავტონომიურობის ხარისხი ნავაროსი ყველაფერ ამაში რა არის, ხო? მithumetes მას ბევრჯერ მიეთითა იმაზე, რომ თვითონ ველთან დაკავშირებით, როდესაც მისი კონტრაქტორთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ან არ იყოს კითხვები, ხო?
როგორ ამოწმებს ჩვენ შევთავაზეთ რომ მონიტორინგი ატარებს მონიტორინგს იგივე თავისი პარტნიორის გადასამოწმებლად ჩვენ შევთავაზეთ მეცაც გეტყვით NDI-საც და IRA-საც იაგომ თავის დროზე შესთავაზა ნებაყოფლობით მოდი და მე შემამოწმე არ მიგიშვებდათ ღუმელთან ხო არა კი ბატონო თვითონ შენ არ მიგიშვებდათ ჩვენ შეგამოწმეო შენო ანუ იმაშიც არ მეიღო მონაწილეობა თქვენი კვლევის დობის ხარისხი იყო არ უნდოდა რომ რამენაირად ყოფილიყოთ ვერდიქტი გაეცა თქვენთვის იმიტომ რომ შემოწმებინა და რო ეთქვა რომ ეს ყველაფერი მართალიაო და მე რომ დადებდა მონაცემებზე ეს ორი მონაცემი ერთმანეთისგან განსხვავებული რომ ყოფილიყო ზუსტად კავკასიის კვლევის ცენტრი რომელიც ატარებდა საველე სამუშაოებს მისი ერთ-ერთი ბოლო კვლევა რაც იყო ეს თქვა ინტერნეტ გვერდზე რაც ვიპოვე ეს არის სასამართლოს ნდობის რეიტინგი რომელიც 75%-ია სასამართლოს ნდობა ანუ ამ ორგანიზაციის და დიანა საქმე იმაშია რომ თვითონ ჩვენ რაზე ვსაუბრობთ ახლა ხო თვითონ მეთოდოლოგია მეთოდი გამოყრის ინფორმაციის აბსოლუტურად არალეგალური პარტიზანული გამოყრა ინფორმაციის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი კვლევა კარგია თუ ცუდია კაცო ვიღაცამ პასუხი ხომ უნდა გამცეს მე მიჩნდება კითხვები ამ კვლევასთან დაკავშირებით მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით ის კი არა რომ კიშის ცხრილებზე მელაპარაკოს ვიღაცა ესე გამოგდებული ინფორმაციით ამაზე აქვს პასუხი რომ ეს არის დახურული რეიტინგები პარტიებისთვის მათი სახელმძღვანელო ეს ხო ყველაფერი არის ზღაპარი თუ დახურულია რას ვისმენ ჩვენ დღეს თელევიზორში და რატო არის დახურული სპორტის შემტანია დახურული მაშინ NDI უნდა თქვას არავის არ ჯერა ამ ზღაპრებს NDI უნდა თქვას ნებისმიერ განცხადებაზე პოლიტიკური პარტიის წევრის ნებისმიერ პოლიტიკური პარტიის ნებისმიერ განცხადებაზე რომელიც იქნება დაკავშირებული ამ კვლევებთან NDI უნდა თქვას რომ არ არის ეს მართალიო არა რუსთავი მოდი ციცით რაზე ვილაპარაკოთ თავი დავანებოთ ამ კვლევებს საერთოდ იმიტომ რომ ხო არის მეთოდი აი უკვე პოლიტიკაში ხარ და პოლიტიკური PR-ის სპეციალისტი პრობლემა არ მაქვს ყველაფერს და რო ესე რომ გაკეთდეს არ ჯობია რომ რაღაცნაირად ქართულ ოცნებას ნებისმიერ სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სხვა კანონს უნდა გააკეთოს მარგინალიზება რომ მოახდინოს ასეთი კვლევების არ იქნება ეს სწორი აქტიურად ეწევა ჩვენ მაინც გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ცხოვრობთ იმედი მაქვს რომ ნუ ყოველ შემთხვევაში უნდა ვიცხოვროთ სახელმწიფოში ხო მე გული მტკივა რომ სოციოლოგია როგორც მართლმეცნიერებაა სოციოლოგია არ მინდა რომ მოხდეს სრული დისკრედიტი რატო გეუბნები იდიოტებად თქვა კიდე ერთხელ თავარი კითხვა რომელიც მე გამიშთა ისა ის რომ მოსახლეობის უმრავლესობა თავს დაუსაქმნოთ ანუ უბედურად თulis მაგრამ იგივე უმრავლესობა იძახის სწორად მიტარდება გამომდინარე იქიდან და ეს ხო არ არის ეგრე ხო მე გეტყვი და გიჟები ხო არა მე ვიცი შენი განწყობა აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის მაგრამ ჩვენ გვინდოდა რომ პოზიტიურად მივდგომოდით ამ საკითხს ანუ კონსტრუქციულად და მოგვეძებდა ფორმულა როდესაც სოციოლოგია როგორც ინსტრუმენტი პოლიტიკურ პროცესში იმუშავებდა იმ ამოცანაზე რაც საზოგადოებას აქვს მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ეს არის არა საზოგადოების ინტერესზე მომუშავე ინსტრუმენტი არამედ კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესზე მომუშავე ბუნებრივია ჩვენ არ გვიტოვებენ სხვა საშუალებას გარდა იმისა რომ მოვახდინოთ სრული პროფანაცია მარგინალიზაცია აი ამ კვლევების გამოქვეყნებამდე ხომ არ უნდა დაწყებულიყო ეს პროცესი ხომ არ ფიქრობ და ასევე მინდა გითხოთ შესაძლოა ეს არასახავს განწყობებს საზოგადოებრივ მაგალითად ჩემს ირგვლივ არსებული საზოგადოების განწყობას არასახავს მაგრამ ხომ შეიძლება მან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე იქონიოს გავლენა ამას ვამბობ დიანა ამაშია პრობლემა ზუსტად ეს ინსტრუმენტი გამოიყენება საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის არა მომხრობისთვის, არამედ დათრგუნვის, ნიჰილიზმის, სკეპტიციზმის მოდით ესეთ წინამდებას გეტყვით. აი იმ 3%-ით არც კდმ უნდა იყოს მაყოფილი, 10%-ით არც თქვენ უნდა იყოთ მაყოფილი და თელმა პოლიტიკურმა სპექტრმა ამ ერთ რაღაცა 10%-ში რატო იქნებ კდმ-ში ვაპირებ რა იცი ჯერ ხო არა ჯერ ხო სხვაგან აპირებ 40% რჩება ბატონგია მიღმა უყურე როგორ არის პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვანი საბაბი. შეიძლება ვიღაცა მიშისტური ოპოზიცია, ვიღაცა ნამდვილი ოპოზიცია, მაგრამ წარმოიდგინე ყველა უკმაყოფილოა აი ამ კვლევით და ერთობლივი განცხადება რო შემუშავდეს ან რაღაც ბევრმა პარტიამ ერთობლივად რო გააკეთოს. მე მგონი განცხადებების დრო უკვე დამთავრდა. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედით უყურებ შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის განწყობას. სხვა შორის ჯონ ბასმა ბოლო პერიოდში რამდენიმეჯერ საკმაოდ
კარგი პრევენცია მოახდინა ესეთი მოუკრეფავში გადასვლის ხელისუფლების მისთვის ხელისუფლებისთვის ხელისუფლებისთვის შემაკავებელ ფაქტორი გახდა მოგელაძე შეაჩერა პრაქტიკულად მოგელაძე შეაჩერა ჯონ ბაზმა ასე რომ მე მაინც იმედიანად ვუყურებ მე ვფიქრობ რომ ნავარო სულაც არის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და ჩვენ ზუსტად ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ რომ აი ესეთი ტიპის ინსტიტუტებს არ მივცეთ საშუალება манипуляции საზოგადოებრივი აზრის ჩვენი და ამერიკის ხელისუფლების ამერიკული პოლიტიკის კაშორის ურთიერთობის გაფუჭების და ისინი ანუ ამ კვლევას არანაირ სახელმძღვანელოთ არ მიიღებს ქართული ოცნება ეხლა ძალიან ღრმათ არასერი ამას არავინ არ მიიღებს სახელმძღვანელოდ მაჩვენის არც ნაციონალური მოძრაობა ანუ თქვენი მიზანია რომ ობამა და ნავარო ერთი და იგივე რომ არ არის ეს საზოგადოებას დაანახოთ ეს ჩემი მიზანი არ არის ისინი ნამდვილად არ არის ქართული ოცნება დღეს განცხადება გავრცელა და თქვა რომ აი თქო აქვს კიდევ შემდგომი ნაბიჯები ამ დაკავშირებით ბატონ გია ხუხაშვილ სპეციალისტ რომელიც მოვიდა სპეციალისტის რანგში მესამე ცენტრის შემქმნელს მადლობა იმისთვის რომ მოხვედი და ჩვენ ველოდებით ახალ სტუმრებს ახალ თემებს და თქვენ ძვირფასო ტელემაყურებელო ყოველ დღე 19:00-ზე 00:00-ზე ხვალ 19:00-ზე 00:00-ზე მე და დიანა გიმასპინს ნახვამდის ხვალამდე